ახლა თითოეული ჩვენგანი არის დადუმებული, ალბათ არასწორი სიტყვა, გარინდული, არც ეს არ არის სწორი სიტყვა. მოკლედ, სუნთქვაშეკრული და ყველანი ველოდებით უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა განვითარდეს პროცესები, მოვლენები ირანში, იცით, რომ სასტიკად უსწორდებიან დემონსტრანტებს და ყველა წითელი ხაზი გადალახა აიათოლების რეჟიმმა და აგრეთვე საერო, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ დამოკიდებულმა და ჩაბღაუჭებულმა სწორედ აიათოლების რეჟიმზე და ყველანი ველოდებით, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპზეა ეს რასაკვირველია დამოკიდებული, მიიღებს ძალიან სწორ და ძალიან მძიმე ირანის ხელისუფლებისათვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას და დაიწყებს დაბომბვას ან მრავალ კომპლექსურ შეტევას იერიშს ირანზე და დაამთავრებს ალი ხამინეის რეჟიმს და ან ამ უკანასკნელს გაუშვებს მოსკოვში, ან ამ უკანასკნელს უკაცრავად სიტყვისთვის და დაბრიდავს, ანუ გაანადგურებს, მოკლავს. მაგრამ ჯერჯერობით, აი დღევანდელი ამ წუთის მონაცემებით ეს გადაწყვეტილება, მოდი ასე ვიტყვი, მიღებული არ არის მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ ხამინეის რეჟიმმა ბევრი წითელი ხაზი აკიგით ხარით გადალახა და ერთი ცნობით 2, 3, 5, მეორე ცნობით თუ მესამე ცნობით 10, 12, 20, 50,000 კაციც კი ყავს მოკლულიო, 50,000 კაციც კი მოკლაო, ეს ცნობაც კი გავრცელდა მედიის საშუალებებში და საბოლოო ჯამში არ ვიცით, მართლა რა რაოდენობის ადამიანი დემონსტრანტი თავგანწირული თავისუფლებისთვის მებრძოლი ირანელი შეეწირა ამ უზარმაზარ და უმნიშვნელოვანეს პროცესს ირანისგან თავისუფლებისა, ირანის თავისუფლებას, რაც ეს ამბები, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, რასაკვირველია 10 წლეულებს, 100 წლეულებს გადასცდება და ყველას გვეცოდინება, რომ 2026 წლის იანვრის დასაწყისიდან ვიდრე დღემდე თუ ვიდრე კვანძის გახსნამდე ეს პროცესები მიმდინარეობდა ირანში. ყველანი კვლავ ვიმეორებ ველოდებით ტრამპის გადაწყვეტილებას, ტრამპის და არა ჯეიდი ვენსის, ტრამპის და არა მარკო რუბიოსი, ტრამპის და არა პოლიტიკური ელიტის შეერთებული შტატებისა, არამედ ტრამპისა, რომელმაც უნდა აიღოს ერთი კონვერტი, მეთქი უტრირებულად ვიტყვი ასე, გახსნას და სწორედ ამ კონვერტში დაწერილიც არის, რა გზაც არის დასახული ამ კონვერტის წერილში, შიგთავსში სწორედ იმ გზას უნდა დაადგეს და სხვა არჩევანი პრინციპში გარდა იმისა, რომ შეაჩეროს აიათოლების რეჟიმი, სხვა არჩევანი არც აქვს პრეზიდენტ ტრამპს, მაგრამ ამასობაში ხომ ტრაგედია ემატება, ამასობაში ხომ კატასტროფა ემატება. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა, ბევრი წერს და მსოფლიო ვერაფერს აკეთებსო, ბევრი დასცენს 26 წლის ერფან სოლტანის ჩამოახჩობენ ამ ახალგაზრდა კაცს. დღეს ტრამპს კითხეს ისი თუ არა ამის თაობაზეო, ტრამპმა თითქოს მხრები აიჩეჩა, თითქოს არ იცოდა ყველაფრის თაობაზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ იცოდა, უბრალოდ ეს პასუხი დასჭირდა. დამოუკიდებლად იმისა, ეს სიკვდილი დასჯა მოხდება თუ არა, უნდა ვიცოდეთ, ამგვარი სიკვდილი დასჯა მოხდება თუ არა, რომ უნდა ვიცოდეთ, რომ ირანის ალის რეჟიმმა უკვე გადაკვეთა, სულ 2,000 კაცი იყოს მართლაც მოკლული და არა 50,000, უკვე გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი. როიტერსი ამასობაში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკის სამხედრო პერსონალის ნაწილს მისცეს რეკომენდაცია 4 შაბათს, ანუ დღეს საღამოსთვის დატოვონ ყატარში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მძლავრი ალ-უდეიდის სამხედრო საჰაერო ბაზა, სხვათა შორის ალ-უდეიდთან მიმართებაშიც, ანუ ამ ბაზასთან მიმართებაშიც და კიდე სხვა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბაზებთან დაკავშირებითაც შესახებაც ვრცელდება სხვა ინფორმაციებიც. ალ-უდეიდი ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა ახლო აღმოსავლეთში, რომ ვიცოდეთ მაინც, და იქ განთავსებულია შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის შტაბი, პერსონალის ევაკუაცია ან ბაზის დატოვების განკარგულება კი უკიდურესად იშვიათი მოვლენაა. რატომ იღებენ ამ გადაწყვეტილებას, რომ დატოვონ ამერიკელმა სამხედროებმა ეს ბაზა? იმიტომ რომ სავარაუდოდ ელოდებიან, ხო გგონია, რომ ირანი სუსტია და ირანი სუსტი იყო, სუსტი აღმოჩნდა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა პირველ ჯერზე რამდენიმე თვის წინ მიიტანა სამხედრო იერიშები ირანის ბირთვულ პროგრამაზე, ასე წარმოჩინდა, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ავიაგამონადგურებლებით ბიორი
სპირიტით პრაქტიკულად დაასრულა ირანის ბირთვული პროგრამა, მაგრამ როგორც ჩანს, ასე არ არის და ირანს აქვს ღირსეული ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საზიანო და თავად რო ფიქრობენ ღირსეული პასუხის გაცემის შესაძლებლობა, ამიტომ ეს ინფორმაცია სწორია თუ არ არის სწორი, შესაძლოა სულაც არ არის სწორი, რომ ვიცოდეთ მაინც, მაგრამ მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ ირანი ემზადება დიდი დარტყმებისათვის, ირანმა სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნები გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში თუ ვაშინგტონი ირანზე თავდასხმას განახორციელებს, თეირანი მათ ტერიტორიაზე განთავსებულ შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს დაარტყამს, მათ შორის დაარტყამს კვლავ ვიმეორებ ამ ალ-უდეიდის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდი ან ყველაზე მძლავრ სამხედრო ბაზას, რომელიც ახლო აღმოსავლეთშია. თეირანი დაარტყამს ტერიტორიაზე განთავსებულ შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს, ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა მეორე მხრივ შეერთებული შტატები ცხადია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ნაკლები დანაკარგით ან ნაკლები ზიანით გამოვიდეს ამ ოპერაციიდან და ამიტომაც არ აპირებს პრეზიდენტი ტრამპი, ეს პრინციპში უკვე გადაწყვეტილია, რომ გაიმეოროს იგივე შეცდომა, რაც დაუშვეს სხვა პრეზიდენტებმა, როდესაც დაიწყეს სახმელეთო ოპერაცია ამა თუ იმ ქვეყანაში, ერაყსა და ავღანეთში. ეს იყო ჭაობში შესვლა, ასე უნდა ვთქვათ, და ამ ჭაობიდან თავის ვერ ამოყოფა, იმიტომ რომ გრძელდება, როდესაც შენ რეჟიმ ჩეინჯს აკეთებ და სახმელეთო ოპერაციას გჭირდება, ამისთვის გრძელდება, ეს უშუალოდ ამერიკელების თუ ზოგადად საერთაშორისო ოპერაცია. ირანელმა მაღალჩინოსანმა მაგანაც ცხადა როიტერს, რომ ეს ყველაფერი მას შემდეგ, რომ დაარტყავენ შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ტრამპი ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტის ფონზე სამხედრო ინტერვენციით დაიმუქრა, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი მარტო სამხედრო ინტერვენციით არ დამუქრებია ირანს, მან მოუწოდა ირანელ ახალგაზრდებს და პროტესტის მონაწილეებს, რომ არ შეწყვიტონ პროტესტი, გზაშია დახმარებაო. ესეც უნდა ითქვას, ეს თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა, მაგრამ რა ვერ მიაღწია დახმარებამ ირანამდეო, თუ ვინმე იკითხავს, ესეც მართებული შენიშვნა იქნება რასაკვირველია, იმიტომ რომ ყოველდღიურად კიდევ და კიდევ მეტად და მეტად მძიმე ვითარება, რომ ვიცოდეთ, ამასობაში ამ ახლო აღმოსავლეთ და უფრო ფართოდ რეგიონის ცალკეული სახელმწიფოების ლიდერებმა, მაგალითად ომანმა, ყატარმა და სხვებმა, სპარსეთის ყურის ქვეყნების სხვა მთავრობებმა ტრამპის ადმინისტრაციასთან ირანის საკითხის გარშემო ესკალაციაზე შეშფოთება გამოთქვეს, თუმცა მათი პოზიცია ვაშინგტონის მიერ იგნორირებული იყო. ვაშინგტონ პოსტი ავრცელებს ამ ინფორმაციას, დიახ, ტრამპმა თქვა, არ მაინტერესებს თქვენ რას მეუბნებით, მე ვიცი, რომ იქ არის ათობით ათასი ადამიანი და მოკლული, განადგურებული და აქედან გამომდინარე შეერთებული შტატები ვალდებულია, რომ ჩაერიოს, ასე ფიქრობს ტრამპი და ასე ვრცელდება, მოდი ირანი ცხინვალე სახელმწიფოდ აქციოთ make Iran great again, ხო, კიდევ ერთხელ ორიგჯერზე ირანი, რომელიც მართლაც დიდებული სახელმწიფო იყო, მოდი ასე ვიტყვი, ბოლო პერიოდშიც იყო მეთქი, ასე ვიტყვი, ბოლო პერიოდში არა, ახლა მაინც 10 წლის წინანდელ ამბებს ხადი არ გულისხმობ, მე გულისხმობ რაღაც 70-იან წლებს, დიდებული სახელმწიფო იყო, რასაკვირველია წარსულში, ძლევამოსილი სახელმწიფო იყო სპარსეთი, ხო, ასეთ სახელმწიფოდ გარდაგვდათ ირანიო, ეს არის ოკეან გაღმიდან მესიჯი, მაგრამ კვლავ ვიმეორებ, გადაწყვეტილების მიღება გარდაულად აუცილებელია, რომ ვიცოდეთ მაინც ამასობაში ბოლოს განვითარებული მოვლენების ფონზე თუ მოვლენების შეეხო რასაკვირველია ფერეიდანსაც. ჩვენთვის რასაკვირველია, ყველაფერი მტკივნეულია რაც ხდება, მაგრამ ვინც ის და იქნება ყველაზე მტკივნეული არის ფერეიდნელი ქართველების დახოცვის ამბავი. ღმაც მხარებით და შეშფოთებით გაცნობებთო წერენ, რომ ირანში ინტერნეტის, ტელეფონისა და კავშირგაბმულობის სრული ბლოკადის პირობებში ბოლო დაპირისპირების შესახებ პოვებული მწირი ინფორმაციით ქალაქ ისპაჰანში დილაზე გაგახსენდება კაც, რეპრესირებული რეჟიმის მიერ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული. მოკლულთა შორის არის, ეს ჩვენთვის ძალიან სული შემძვრელი იყო, შემაზრწუნებელი და ტრაგიკული შემთხვევა არის, მოკლულთა შორის არის პირდაპირ ცეცხლსასროლი ჭრილობით მოკლულია დაახლოებით 70 წლის ქალი, რომელსაც ხელში მცირეწლოვანი შვილი გოგონა ეჭირა. ეს სისასტიკე არა მხოლოდ უზომოდ კივილს, არამედ უდიდეს აღშფოთებას და რისხვას იწვევს ამ აშკარა დანაშაულის მიმართ. ხაზგასასმელია, რომ ეს მონაცემები არ არის ზუსტი და ასე შემდეგ და
არ არის ზუსტი და სრული იგი მოიცავს მხოლოდ ქალაქ ისპაჰანს და იქ ცხოვრობ ქართველებს არსებული ვითარებისა და გაწყვეტილი კომუნიკაციების გათვალისწინებით მსხვერპლთა რაოდენობის ზრდის ალბათობა ძალიან მაღალია ამ დროისათვის არადაინი ინფორმაცია სხვა ინფორმაცია არ აქვს ამის შესახებ წეს ორგანიზაცია ფერეიდიდან საქართველომდე გავრცელებ ასეთი ორგანიზაცია ფერეიდანიდან საქართველომდე ეს ორგანიზაცია გვაწვის ამ ინფორმაციას რომ ვიცოდეთ მაინც მასობაში კიდე ხომ ჩამოვარდი არაფერს ყველაფერი ხდება მაგრამ აი ეხლა დავსვათ ესეთი კითხვა ხო რამაცინებს ხო შემთხვევითი ამბავია ამასობაში დავსვათ კითხვა რა პოზიცია აქვს საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით მან ხომ უნდა იცოდეს წესით რომ ადრე იქნება თუ გვიან ირანში ეს პრობლემა მოგვარდება არა აიათოლების რეჟიმის, ანუ დღევანდელი რეჟიმის სასარგებლოდ, არამედ ტრამპის ადმინისტრაციის ჩარევის ან უშუალოდ ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად, რასაკვირველია გაიმარჯვებს თავისუფლება და რასაკვირველია დაემხობა ის რეჟიმი, ადრე იქნება თუ გვიან თქვენის ნებართვით ვიტყვი ასე, ის რეჟიმი, რომელიც ახლა ირანშია შექმნილი და ყველა პატიოსანი ქვეყნის ყველა პატიოსანი ხელისუფალი მინიმუმ აქცენტს მაინც უნდა აკეთებდეს ამგვარს, რომ ჩვენ ვართ თავისუფლების მომხრენი ეს ხოთაშორის ბიზნე ივანიშვილისთვისაც უნიკალური შანსია ბიზნე ივანიშვილმა დღეს რომ მიიღოს ამგვარი გადაწყვეტილება პერსონალურად და თქვას რომ ისიც რა არის ჩვენ ვართ თავისუფლების მომხრენი ჩვენ მიგვაჩნია რომ ის სისასტიკეები რომლებიც ხდება ახლა თეირანის თუ სხვა ქალაქების ქუჩებში არის ანტიდემოკრატიული ანტიდასავლური ანტიჰუმანური ანტიადამიანური და ასე შემდეგ ამგვარი აქცენტები რომ გაეკეთებინა ბიზნე ივანიშვილი რასაკვირველია მისი იმიჯი დასავლეთში რასაკვირველია გამოსწორდებოდა ცხადია ბიზნე ივანიშვილი ხდება სადღაც ხდება რომ ეს აქცენტები გასაკეთებელია თუმცა არავითარი ელჩი კი არავითარი მრჩეველი არ ხავს გარშემო რომელიც ამას უკარდახებდა აი თვითონ თუ გრძნობს ან მაგალითად ცოტნე თუ მიდის ახალგაზრდა კაცი მისი შვილი და ეუბნება რომ მამა იქნება და შენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დეპუტატების დონეზე მაინც გარკვეული აქცენტები თავისუფლებისთვის სასარგებლო თავისუფლების მხარდასაჭერი ირანში თავისუფლების მხარდასაჭერი დასვან ეს ჩვენ მოგცემს ჩვენ ყველას მათ მისცემს ანუ ძალიან ბევრ და კარგ პოზიტიურ შედეგებს ბენეფიტებს მაგალითად დასავლეთი აბსოლუტურად სწორად აღიქვამს ამ ყველაფერს მათ შორის შეერთებული შტატები და ვინისის და გული მიუბრუნდება დასავლეთს ივანიშვილისაკენ მეთქი ყოველში ნაწილობრივ მაინც ევროკავშირსაც შეერთებულ შტატებსაც დეიზოლაცია დაიწყება ან შეიძლება დაიწყოს ბიზნე ივანიშვილის პერსონალურად ან მისი რომელიმე პაჟის სწორი პოზიციის ჩამოყალიბების სწორი ღირებულებითი პოზიციის ჩამოყალიბების შემთხვევაში ეს ერთი მეორე ეკონომიკური იზოლაციისაგან თავს დააღწევს საქართველოს და ასე შემდეგ ბევრი ეს არის მომენტუმი რომელიც ბიზნე ივანიშვილს იღბლიან კაცს მეთქი ასე ვიტყვი მიეცა ეძლევა სწორედ ახლა ამ მდგომარეობაში და რას შვება ამასობაში ბიზნე ივანიშვილი ის დუმს არა იმიტომ რომ ხდება რომ დუმილი აუცილებელია მას არავინ სთხოვს გამოსვლას და არც ცოტნეს გამოყვანას სთხოვს არც უტას თუ ბერას გამოყვანას სთხოვს არავინ არამედ საქართველოს პარლამენტის რომელიმე რიგითმა მეშვიდე წევრმა უნდა თქვას ორი წინადადება რომ ირანელი ხალხი იმსახურებს მეტ თავისუფლებას ირანელი ხალხი იმსახურებს თავისუფლებას ირანელი ხალხის წინააღმდეგ ეს სასტიკი მოპყრობები უნდა შეწყდეს სოფლიომ უნდა მოიღოს ხმა აი დაახლოებით ესეთი მესიჯები უნდა იყოს ალბათ მაინც პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული ბანდიტის დონეზე მაგრამ არა პაპუაშვილს არ ათქმევინებს თავადაც ხომ არ მოსდის პაპუაშვილს ეს სიტყვები მაგრამ არც ათქმევინებს ბიზნე ივანიშვილი პირიქით ეუბნება რომ მაქსიმალურად ისეთი თუ მაინც და მაინც კომენტარი უნდა გააკეთეთ ისეთი ნეიტრალური და ირანის აიათოლების რეჟიმისთვის სასარგებლო კომენტარი თუ რამეა და ეს მესიჯები ალბათ მუშავდება სახელისუფლო ბანდიტურ კულუარებსა და WhatsApp ჯგუფებში პაპუაშვილს ამდენადაც მახსოვს უშუალოდ პაპუაშვილს ირანთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია მაგრამ მოუწევს გარკვეული ალბათობით კობახიძესაც არ გაუკეთებია მაგრამ მოუწევს გარკვეული ალბათობით ახლა მესამე მეოთხე ეშელონის წარმომადგენლები გამოაგორა ბიზნე ივანიშვილმა და ნაცვლად იმისა რომ საკუთარი თავისთვისვე სასარგებლო განცხადებები გაეკეთებინათ ან ბიზნე ივანიშვილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები გაეკეთებინათ ცალკეულ მერვე ხარისხოვან პაჟებს მათ გააკეთეს აბსოლუტურად
აბსოლუტურად არაადეკვატური აქცენტები დასვეს. ერთ-ერთი მათგანია ვინმე მათიკაშვილი, დეპუტატად წოდებული ბანდიტი, რომელიც ამბობს შემდეგ რამეს ირანს ვუსურვებთ, შვიდობას ცხადია. ამას ამბობს ახალი ზელანდია კიდევ არ არის სული კარგი მაგალითი, ამას ამბობს რომელიმე აფრიკული, არავის არ ვაკრინებს ცხადია, მაგრამ რომელიმე აფრიკული სახელმწიფოს რაღაც ხელისუფლების ან ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლის ამას ითქმის, შენ იმიტომ ხარ უნდა იყო გამორჩეული ქვეყანა, რომ შვიდობა კი არ უნდა უსურვო ირანს, ცხადია შვიდობა მნიშვნელოვანი ამბავია, არამედ უნდა უსურვო გამარჯვება, მაგრამ უკრაინისთვის არ უსურვებიათ ამათ გამარჯვება და ირანს როგორ უსურვებენ, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ შესანიშნავად იციან მოსკოვიდან რა აქცენტები კეთდება, მოსკოვიდან კი კეთდება ამგვარი აქცენტები არამც არ დაუშვებთ ამერიკის შეერთებული შტატების და ზოგადად დასავლეთის შესვლას ირანში, ჩვენ გადავძაბავთ ურთიერთობებს დასავლეთთან და ამერიკის შეერთებული შტატების ნავთობი უნდა, რაც აბსოლუტური სიგიჟეა და ასე შემდეგ და ასე, იმიტომაც ძაბავს, არა ნავთობზე არ არის მე თქვენ გეტყვით პირველ ყოვლისა იმაზეა ლაპარაკი 50 და ვინც იქნება მეტი 1000 მოქალაქე, მშვიდობიანი მოქალაქე არის დაღუპული, მოკლული აიათოლების ჯოჯოხეთური ბოროტმოქმედი ხელისუფლების მიერ და მეტი მკვლელობა რომ არ მოხდეს უკვე წლების შემდეგ თუ წლების განმავლობაში, სწორედ ამიტომ უნდა ჩაერიოს შეერთებული შტატები, მაგრამ ახლა მათიკაშვილს რომ მიუბრუნდეთ, მათიკაშვილი ამბობს ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას დეპუტატად წოდებულო მათიკაშვილო სხვა სტილო წარმოება თქვა, მაგრამ აი შევიკავე თავი დეპუტატად წოდებულო მათიკაშვილო რა დამშვიდებას ირანულ საზოგადოებას უნდა უსურვო, ისე როგორც უკრაინულ საზოგადოებას უნდა უსურვო გამარჯვება. ეს არის მთავარი, იმიტომ რომ ღირსება შელახულები როგორ ხართ თქვენ, ისეთ ღირსება შელახულობას თუ უსურვებთ ცალკე უკრაინულ საზოგადოებას და ცალკე ირანის საზოგადოებას, ხო, ინდივიდებს, მოქალაქეებს, ამა თუ იმ ქვეყანაში მაცხოვრებლებს, ისინი ამ შემთხვევაში მათიკაშვილები ხდებიან, რომ იცოდეთ მაინც არა და ახლა სწორედ ამის რომ ეს მომენტუმია არა მათიკაშვილისთვის, მათიკაშვილს ვინ ეკითხება საერთოდ რამეს, არამედ ბიზინა ივანიშვილისთვის, რომ მან სწორი აქცენტების გაკეთების ან სხვას რომ გააკეთებინებს სწორ აქცენტებს გაკეთების შემთხვევაში მან შეიძლება უცებ გამოისწოროს როგორც საკუთარი ისე ქვეყნის იმიჯი ახლა აი ამ მომენტ აი ამ წამს სწორი პოზიციის დაკავების შემთხვევაში, მაგრამ ესეც ადასტურებს იმას რამდენად მონაა ბიზინა ივანიშვილი რუსეთისა და სულ წაფიქრებოდა რომ ой ისი რა არის მართლა იქნება და ჯობს ირანული საზოგადოების მხარდაჭერა, ამას ვერ გააკეთებდა ბიზინა ბანდიტი ივანიშვილი, იმიტომ რომ ის თავის მხრივ შეხურებს მის დამფუძნებელ მამა ვლადიმირ პუტინს, რომელიც რასაკვირველია დაინტერესებულია იმით, რომ გაიმარჯვოს აიათოლამ და დამარცხდეს რეგიონში და უფრო ფართოდაც ამერიკის შეერთებული შტატები, ანუ დასავლეთი. დეპუტატი მე არ გავხდები, მაგრამ დეპუტატი რომ ვიყო, ან რაღაც ხელისუფლებაში რომ ვიყო, ხო, დამოუკიდებლად იმისა, აი როგორი ხელისუფლება უნდა ყავდეს ჩვენ, დამოუკიდებლად იმისა, რას მკარნახობს ჩატში პრემიერ-მინისტრად წოდებული, დამფუძნებელ მამად წოდებული, ავტორიტეტად წოდებული. მე რომ ვიყო დეპუტატი, ან ბევრი თქვენგანი რასაკვირველია, ვიტყოდით ასე თავისუფლება და გამარჯვება ირანელ ხალხს, რომელიც უპირისპირდება ტირანიას, ისევე როგორც უკრაინელები უპირისპირდებიან, ქართველები კიდევ ორ ტირანიას უპირისპირდებიან, აუდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ირანელებიც არ იყოს, ხო, ქართველები უპირისპირდებიან ერთის მხრივ ბიზინა ივანიშვილის ავტორიტარიზმ დიქტატურას და მეორეს მხრივ პუტინის დიქტატურას და რუსეთის გავლენებს საქართველოში, ირანელების პრინციპში უპირისპირდებიან აიათოლას და ასევე უფრო გლობალურ, უფრო სერიოზულ მოთამაშეებს, რომლებსაც უნდათ, რომ ირანი იყოს ესეთი არაძლევამოს, არა კარგი, არა ბრწყინვალე სახელმწიფო, არამედ იყოს ჩაჭაობებული სივრცე. ნახვამდის.